მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია კამერის წინ აღაყოფილავ დამავიწყდა რომ უნდა ვისაუბრო. დიდი ხანია ვიდეოც არ ჩამეწერია, როგორც იცით. არ მქონდა არც იმის იდეები ჩამეწერა და ძირითადად მანქანას არაფერი გაკეთებია. მაგის მერე შეჩერებულია რა პროექტი. ბამპერი მოხსნილი მაქვს ისევ. ამას როდის შევღებავ ჯერ კიდევ ვერ გეტყვით. ხო, მოკლედ ახლა რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ რა. კვირას მიწევს კახეთში წასვლა, მოკითხვა კახელებს. მინდა მანქანის მომზადება ასე თუ ისე. არ მინდა მონობლოკებით წასვლა. იმიტომ რომ ცოტა დამღალა ამის დისკომფორტმა, ბრაგულმა და ასე შემდეგ რა. ცოტა ხანი მინდა ისე 15-იანები დავაბრუნო. თან რაიცი რა ხდება იქნება იქამდე სანამ ზაფხული დადგება, შეიღებოს კიდევაც თავის ფერზე, გაპრიალდეს კიდევაც პორტები და იდეალურად დადგეს, მაგრამ ახალი საბურავებიც ეს ზამთრები აყენია და მაგრამ ახალი საბურავებიც ზაფხულებიც რომ ვიშოვო რა. იმასობაში მოხსნილი მექნება და თან ცოტა კომფორტიც მომენატრა ამ მანქანის რა. ეხლა შევამოწმე ჰაერის ფილტრი. იცი განახებთ. ჰაერის ფილტრი შევამოწმე ეხლა. ძალიან გაბინდულიც არ არის რა. წეგან რაღაც ბენზინის ნასოსმა დაიწყო წვილი. წითელი ენთო უკვე ბენზინის, მაგრამ რავი, იმდენი არ აკლდა რომ რაღაც წვილი დაიწყო და გასჭირვებოდა რა. დაანჩენი ქვევით კარტელის პრაკალტკიდან დიდი ალბათობით კარტელის პრაკალტკიდან ზეთი გაზდის და ეგუის გავაკეთებინო არ ვიცი. მაგის პრაკალტკა 60 ლარილის ქონი და ბამპერის აყენება მინდა ძალიან, იმიტომ რომ კი ლამაზვიძე არის, მაგრამ ბამპერით წინაზე რაღაც შემთხვევით ფოტოებს გადავუყევი და ბამპერი რო უყენია უკანა მხარეს ბევრად უფრო შესრულებული ვიდეო აქ. თან აი ესენი არ მომწონს ძა. აი ესენ და ეს რო არის გამოყოფილი რა. და თან წყალი შედის საბარგულში, ამიტომ მოკლედ ბევრი მინუსი აქვს, როდესაც ბამპერი მოხსნილი არის, თქვენს გაითვალისწინეთ თუ მოხსნილი დიდი ხნით აპირებთ მოხსნას, წყალი შედის საბარგულში. სალონში ყველაფერი ისევ იგივენაირად არის, არაფერი არ შეცვლილა. ეს როგორც ისიც ეს მაკაგონი რო ჩავაყენე აქ ცუდად არის ამოჭრილი ესენი. თუ გახსოვთ 1 წლის წინ იყო ესეთი კადრი და ვიძახდი რომ მეთქი ელექტროფარდას ჩავაყენებ თქო კონდიციონერი კი ჩავაყენე და 4-ვე ჩამწევი, მაგრამ ელექტროფარდა ვესად ვერ ვიშოვე. და აბივკებზე მეგობრებო სხვათა შორის ესეთი მინუსი აქვს ამ აბივკებს, რომ არის დარღვეული რა. იმიტომ რომ პირველ რიგში სწორად არ ზის, ნახეთ. ეს უნდა იყოს სისწორეზე, ეს თავის რეზინიც და ესეც. და სწორად არ ზის. მეორეც ერთი კიდე რადგან გადმოღუნული არის. კარები ოდესაც იკეტება, ნახეთ. ეს ჩადის ქვევით და აი აქეთ მხარეს შედის შიგნით და იმალება და გაღებას როცა ვცდილობ ზევით ამოდის და ერწყმება ამას. იმის გამო რომ დიდი ალბათობით თლიანი აბივკა არის გადმოხრილი აქეთკენ. მაგას რა უშველო ხა არ ვიცი, თან ნახეთ მაგის გამოც ესეც არ ჯდება. აი ეხლა სხვა კარებებზე რო განახოთ. ეხლა ეს კი უკანა არის და ცოტა სხვანაირია, მაგრამ უნდა იჯდეს ბოლომდე. აი აქეთ მხარეს ნახოთ ეხლა მაგალითად. აი აქეთ მხარეს არის ჩვეულებრივი, იდეალური და კარგად ზის რა. იმასთან შედარებით კარგად ზის, თორე ეხლა ესენის დარღვეული არის სინამდვილეში. რატო არ ჯდება, კარგად ვერ გავიგე. ყოველ შემთხვევაში ეს როცა ჩადის ქვევით არ იმალება და არ აფუჭებს მერე აი ამ პატარა რეზინკებს. ეს რეზინკები ახლები არ იყიდება, ყოველ შემთხვევაში ორიგინალები არ იყიდება ახლები. ხო, კიდე რაღაცა გავარკვიე, ესე იგი, კაკუნი ისმის ჩემს ძღოლის კარების და ისის კაკუნი. მე მეგონა აბივკაში იყო რაღაც ჩავარდნილი. სინამდვილეში უბრალოდ აი ეს დიდი ალბათობით ეს კვილენები არის გაფუჭებული ან ეს მექანიზმი. ან ეს არ არის საკმარისად სქელი რომ კარგად მოეჭიდოს. აი ხა განახებთ როგორი ხმა ისმის როცა დავდივარ. აი ნახეთ, უსმინეთ. აი ეს ხმა ისმის სიარულის დროს და პატარა ამკებზე გადასვლის დროს და მაგის გამო გერმეტულობასაც ვერ აკეთებს თლიანი კარები და ფანჯრები რო აწეულია, ცოტა ხმა შემოდის, იმაზე მეტად ვიდრე შემოდიოდა. დიდი ალბათობით მექანიზმი მექნება გამოსაცვლელი, სულოს არა აქ ეგ მექანიზმი და სად ვიშოვო, ეგ არ ვიცი. ხო, მოკლედ, სანამ წავა კახეთში, თუ მოვახერხებთ ეს მინდა მოვჭრათ, აღარ მომწონს. ეს კაი ხანია უკვე ვიძახე, აღარ მომწონს მეთქი, მაგრამ ვერ ვქენი და ასევე 15-იანებს დავაბრუნოთ. თან როგორც ისეთ მანქანა დაწეული არის, გადაჭრილი პრუჟინებზე დგას და 15-იანებზე უფრო ქვევით ჩამოდის თლიანი მანქანა და კარგ ვიზუალს ღებულობს. ფარეშის წელები რო აყენია, კიდე უფრო ლამაზვიძე არის. უი და აუ რა მაგარი ცხაურა ვიყიდით, თქვენ უნდა განახოთ სახში მიდეს. პროსტა ნეტა ის ცხაურაც თუ მოვასწარეთ, დავაყენეთ. ჩაულებრივი ეშკის ცხაურა არის, აბლიცოვკა უსულად. მაგრამ აი ჩაღუნვას რა გავუკეთო არ ვიცი. ეს ჩაღუნვა ძალიან თვალში ხვდება ცუდად, როცა წინიდან უყურებ რა. აი ჩაღუნვას რავი კაპოტის გამოსვლა დაჭირდება მგონი, იმიტომ რომ ეს არ გასწორდება ნორმალურად. როგორც მაშინ შპაკში უნდა იყოს სულ და ისეაც გონი შპაკში არის, მაგრამ ხომ მივხვდით რას გულისხმობ რა. და რა ვიცი, როდესმე იქნება ალბათ რომ ჟანგებზე შევაგდებთ და გავუკეთებთ ჟანგებს რა. აი ნახეთ აი ამ ადგილებში. აი აქ მაგალითად
არ ვიცი კამერა სწორად მიჭირავს თუ არა ნახევარი ეკრანი ჩემი ტელეფონისა არ ჩანს გატეხილი რო აი აქ იწყება ჟანგვა და უნდა დავიწყოთ მალე ამის ყურადღების მიქცევა დიდი ალბათობით ზაფხულამდე დავიწყებთ ხა სულ რო ზაფხული გაიმაზოს მირჩევნია რომ გაკეთდეს ეს არავისავს მთელი ზაფხული რო დგომა მოუწიოს მირჩევნია ჟანგები კარგად გაკეთდეს და გული აღარ ამიცურდეს და მიიღირდეს ამაქანის მოხოდვა და იქ სამიდაურო ჩადებები და რაღაცეები რა გაბზარული არ არის მაგრამ სამაგიეროდ აი ესე არის გადახსნილი და ვიღაცა სილიკონით აქვს ნაცადი რო გაემაგრებინა მაინც ვერ დაამაგრეს კარგად და ამის გამო როდესაც მანქანას რეცხავ მთლიანად იბურება შიგნიდან ყველაფერი იორთქლება და აღარაფერი აღარ ჩანს ისედაც ძალიან ცუდი ნათება აქვს ამ ფარებს და როცა მე იორთქლება შიგნიდან საერთოდ უარესი ხდება და აღარ ჩანს აღარაფერი დანარჩენი რაც შეეხება აი ეს ამის ის უნდა შევიძინო ხვალ ამას აქვს პატარა სალნიკი მეგობრებო აი მკრიშკას რომ მოხდით და იქიდან ის თუ არ ამას საერთოდ არ უყენია და ნახეთ როგორ ზეთს უშვებს და სულ აჭუჭყიანებს აქაურობას არა და ეს პრავოდკა სულ ახალი იყო აქ სულ თავე იყო და სულ გააჭუჭყიანა და გააზეთიანა მე ამას დავხსნით რამე ბრეიქ კლინერით რამე გავწმინდავთ და სილამაზე რომ შევინარჩუნოთ და ზაფხულამდე კარტერიც გვინდა რა ვინმე თუ იცით აუცილებლად 124-ის მაყურებლებს 124-ის მეპატრონეებო და ამიკომენტარეთ ვინმე თუ იცით ეს რა არის აი ესენი როგორ უნდა ჩავსვა დამეხმარეთ თან აი ამ ადგილებში რა უყო აროჩი ნახეთ როგორი ჟანგები აქვს ვინმე თუ იცით კარგად ვინც აკეთებს ანამ ჟანგებს ან აი ამის ჩასმა ეს როგორ ჩავსვა იმიტომ რომ წყალი ჩადის სულ აქ პატარა ნახრეტი აქვს ამ ნახრეტიდან აი აქ ჩამოდის და ეს ჩამოღებული მაქვს და იმიტომ რომ წყალი არ დაგროვდეს და გვერდებში არ გავიდეს და მიჩვენე აქ დაეწვეთოს ესენიც მოხსნილი მაქვს იმიტომ რომ შიტოკი დავაყენო მოკლედ ძალიან ისეთი არამოწესრიგებულ მდგომარეობაში არის და მინდა რომ ამხოლავდე მოვაწესრიგოთ და კარგ ფორმაში მოვიყვანოთ რა კარგი წავედი ახლა და დაგებუნებით შემდეგი კადრიდან დიდი ალბათობით შემდეგი კადრი იქნება უკვე საბურავებს ვცვლით თან ზაფხულები აყენიან ნორმალური ზაფხულები აყენიან 15-იანებზე და შოგზაზე ძალიან კომფორტული არის ბათუმში მაგალითად ძალიან ვისიამოვნე გამარჯობა კიდე ერთხელ მეორე დღეა დილით დაგუგვის პროცესი საკმაოდ ჭუჭყიანია ქაურობა მახავი კი თუ რაღაცის ხმა არის ტვინი წაიღო ჩავალაგეთ მეგობრებო საბურავები უკან ერთი ცალი დევს და სავარგულს 3 ცალი ჩაეტია არ და 4 ეტეოდა ხოლმე მაგრამ სქელი საბურავებია ესენი რა 205-ებია დიდი ალბათობით მაგიტო არ იმასქნა ეს ხათაშორის ვისაც გაინტერესებთ ამის ბოლტების გადასაჭერი ტორკი არის 110 ნიუტონ-მეტრი ვინმე თუ ტორკმზომით გააყენეთ საბურავებს 110 ნიუტონ-მეტრი უნდა გადაუჭიროთ დისკებზე ეს როგორც მითხრეს არის ქრომი ასხია ამას და ეს გაპრიალებით არ პრიალდებაო ხოლმე უნდა შეიღებოს თავიდან ქრომად ხო და არ ვიცი მაგას გავარკვევ კიდე რამე თუ არის მაგის საშუალება რომ გაპრიალდეს კაი იქნება და ლამაზი გამოვა ავეთ ახლა მეგობრებო და გზაშიც გადავიღებ რაღაც კადრებს დიდი ხანია რადგან ვიდეოები არ დამედია რამე კაი კადრებს შემოვთავაზეთ წავედით ამეხმები თუ გაიგეთ სიარულის დროს დიდი ალბათობით კარების საკეტის ხმა იქნება რის გამოც არ იკეტება კარები კარგად და რა მომრავლდნენ ეს ინტოველი ამბავიჩი არის ხებია დამძიმებულები ვართ ეხა უკან ტრაკეს საკაიფოთ აქ ჩამოდებული მანქანას
საბურავი ადგილზე თუ გონი გაიქცა. დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო, გამოიწერეთ ახი. ეს ახლა რადგან დასაწყისი არის, მაგითო არის, სანამ კარგად შევეჩვევი ამ ყველაფერს. იქამდე არის ცოტა ვიდეოები რო იდება ხოლმე. მოვა ჩვენი დროც. მოვა ჩვენი გაბრწყინების დროც და გადავიღებთ ძალიან ძირს ვიდეოებს. 10,000 წავალთ დედას ვიდეოებს. დრო ჭირდება მაგას. არა ეგ ყველაფერიც იქნება. აუცილებლად აი ძალიან მინდა ფურგონის პროექტი დავიწყო. ეხლა არ ვიცი იწერს თუ არა, მაგრამ ძალიან მინდა ფურგონის პროექტი დავიწყო. რაც შეიძლება მალე. სხვა შეს ეხა იყიდებოდა ერთი 94 წლიანი S300 დიზელი უტურბინო და რა ვიცი ისეთ ფასში იყიდებოდა რომ ფასთან შედარებით კუზა იყო იდეალური. ზარა ეგრე წოდებული. ნუ პატარ-პატარა დაზიანებები ქონდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან იაფშიიდო. მაგრამ პირდაპირ დიზელი თან მექანიკა გადაცემათა კოლოფი იყო. და რო ყოფილიყო საშუალება მაგისი კაცი იყიდდა და ეგრევე ტურბო დიზელს ჩატენიდა. ნეტაში გარკვეულ. აბა ეხლა გამოგიხედა. შევიყვანთ ახლა ცოტა ხანში და გამოვთვლით საბურავებს, ბალანსირებასაც გავუკეთებთ, მაგრამ და თან ესენი გასასწორებელი იქნება დიდი ალბათობით. გამომდინარე იქიდან, რომ თან პატარა საბურავი საყენია და თან კიდე ნასვარკია ორი და კარგად ვერაზოს ვერ გავასწორე. ერთ კაი ტიპი მირჩიეს აქ თამარაშულზე, მე უნდა მივიტანო და გავასწორებინო, ნახოთ თუ გავასწორებს. ახეთ რა მაგარ მდგომარეობაშია მეგობრებო, აბა დაწერეთ თუ მოგწონთ ამის მოდელი. ჩემი აზრით, რავი, Mercedes კუპეებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვიზუალის მქონე მანქანა არის. ყველაზე საუკეთესო რა, ერთ-ერთი საუკეთესო. რავი, ნახეთ რა მაგარია. რავი, არ ვიცი, მაგრამ 8 ცილინდრიანი სხვა ქონდა. და ეხლა შევხედავ, აბა რა ძრავი იყო. შიგნიდანაც ჩავხედოთ. ძალიან მაგარი 4-ვე ელექტროშუშა, რა თქმა უნდა, ეს კლასი კუპე არის და აბა ექნება ელექტროშუშები, რა თქმა უნდა. აკუ კემა რული არის დაკიდებული. მაგით კი ნავიღო რული? ავწიეთ თუ არა დავაყენებთ ახლა ამებს. ეს თავიდან დიდი ეყენა რა და აი მაშ მომითალა სულ. ახ ხო რა და ზოგადად ეს დისკები 18-იანები რა. აი ამ მანქანასთან ცოტა ის არის, ვერ კარგად ურთიერთობა ვერ აქვს, იმიტომ რომ დიდი დისკია ძალიან. აიდანაც შევხედოთ მერე. ავწიოთ პატარათი. მოვთვალიეროთ. ესენიც კაი შესაძლებელია, საკმაოდ ხრმა არის. ახეთ რა მაგერ გაზდის აგზეთი. აქეთკენ ნახოთ რა ხდება. აი ჟანგები ეწყება აქ. ეს ნეტად დანასვარკია აქამდე. იარიც. დავაყენეთ, ბალანსირებას გავუკეთეთ. მოკლედ მეგობრებო, დავაყენეთ. ვერ გეტყვით რომ ეხა გადასარევი ვიზუალი აქვს ამ 15-იან დისკებს, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ზის მანქანა. ეხა კი მონობლოკები დევს, მაგრამ მაინც კარგად ზის. ხარაზოლზე შევაყენებთ ცოტა ხანში და რაზოლსაც ვნახავთ რა შემდეგ. მე გასარეცხი არის, როგორც ხედავთ, სუნტრიანია.
ამეებსაც კარგად გავრეცხავ და საბურავის გამოშვებასაც წავუსმევ და თუ შევძელი ბარემ ამენაირად გერმეტიკიდან რაღაც შევსვა ეს ნაწილი, იმიტომ რომ წინ და ძალიან მეტყობა. მოხმარება დიდად არ აქვს ხოლმე ესეთ ვიზუალზე როცა არის და არც მე მომწონს სხვათა შორის, მაგრამ სამაგიეროდ შეიღებება მონობლოკები, მაგარ ფერზე დადგება, გასწორდება, კაი საბურავები დაუდგება და მე ბევრად უფრო მაგარ ხოძე მოვა რა. ამიტომ ღირს ახლა ამის წვალება. მოკლედ მეგობრებო, აღარ ზუკა დაგვიბრუნდა ჩვენი ოპერატორი. მიესალმებულ. გამარჯობა. და წავედით ახლა ბოლო კადრი იყო რაზვალზე იდგა მანქანა. მე გამოვიდა. რაზვალი მაინც ვერ გაასწორეს კარგად ბოლო. იმიტომ რომ მანქანა მარჯვნივ მიდის და თან რულიც როცა სწორად მიდის მარცხნივ დგას ცოტა. არ ვიცი. რანაირად როგორ ხდება. აი ხა მაგალითად აჰა სწორად მივდივართ, აუში ხელი, აჰა გას მივადგი, გადავედი მარჯვენა ზოლში. აი წავად ხა იქნება ბაჩოკი მოვაჭრათ უკანა და კარგულად დავუმაგროთ ისე რა. ნუ კაი მიდი კონდეს და ის შტვენის ხმა აღარ კონდეს. ყოველ შემთხვევაში. ძალიან ცხელა არის რომელი მარტი? 15-ია და მაგრა ცხელა გიჟივით. მაგარ ბილად დადის. წავედი. მაგარი სპრინტერია თო. ტექნოლოგია. ტექნოლოგია. ბიჭო, როგორ მოგწონს სერვისი? თემს ჯობია ძმა. თემს ჯობია. როგორ და გვასპონსორი შენიდან. არხი იშლება. იმიტომ რომ ყველა ნახე რა რეკლამას გიეთებ. ან ადიდასი. რამე. მეც მოწვია, bro. შინდა გოფოსები. აგერ საათი, bro. ტისოტი თუ რა არის? ალდო. მოკლედ დავაყენეთ როგორც ხედავთ, ბევრად უფრო ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებელზე არის ესე. მე უკანა ბამპერი ცოტა უკენება, ბევრად უფრო კარგ ვიზუალზე მოვა. თან შეღებილი იქნება ეგრეთ წოდებული პუბლიკი გარე კანტი. ეხლა ნახე რა განახოთ წამოდი ის კემბერი ვანახოთ. უკანა ბორბელი დგას კემბერში. თემზე ხო არ უშვებს. არა. ვინც იცით კემბერი, აი მოწესი გამოვაჩინოთ. ვინც იცით კემბერი რა არის, ნახეთ აი ეს საბურავი როგორი წაქცეული არის. ეგ რა ვიცი, თლად კარგი არ არის, მაგრამ საგანგაშოც არ არის რა ძალიან რა. მაგის გამო რაღაცა უცნაური გრძნობა არის, თითქოს ძიმია მანქანა. აი რაღაცა შეიძლება სირბილის გამო არის ეგ გრძნობა და სიგრუბეზე უფრო იგრძნობა, როცა მიდის მანქანა და სირბილეზე ვერ გავიგებ. 15-იანები დავაყენეთ, მანქანა აშკა, აი მე რადგანაც ვფიქრობ, რომ ძიმია. ეხლა გავრეცხავთ, მე გავაპრიალებთ ეგრებს, რაღაცა პროცესი დაგიბრუნდებით. დავაყენე. აი ნახეთ მეგობრებო. გას შეჭი. აი სამ მანქანა, ბრატ. აღარ ბოლავს. შეჭი. აღარ წვილი აღარ აქვს. 6 ცილინდრის შახტა. ტურბოც. მეგობრებო, თუ გამოიწერთ ახს, ემას 11-ს გავატურბინებ. მოიცა რა მევქნათ ე. აი ხა რაც არ იქნება ის 5000-ზე 10000-ზე ზაფხულამდე თუ ავალ ტურბოს დავადებ. უეჭრებით. დაყიდია ყველაფერი დაყენება ღაკია. 10000-ზე თუ ავალ ზაფხულამდე, აგვისტომდე ემას 11-ს გავატურბინებ. უეჭრებით ხარ. ამ პირობას. მაგრამ ვიცი რომ ვერ ავალ. სახში მივავალ დავაყენებ მე აი ამას ქარხნულს. და ბოლომდე ქარხნული იქნება, მანქანას არაფერი იქნება. ნახე რა ლამაზია, შემიყვარდა თავიდან. შეგენაცვალე. აი პატარ-პატარა ისენი ხა არა უშავს. უკანაში თუ კი რომ იყენდება ხო საერთოდ რა. ანუ შემეგობრებო, აი GT performance-ში ვიყავით რა. წინა წელს და აი ესე გააკეთა სვარჩიკმა. ხო და ასე თქვენ შეაფას რა. აი ესეთი რაღაცეები იგვიჩალიჩა რა და წუოდა რა. აი, იოც მოვიდა კუბეთი. მოკოდიო.
ელი აგვიწიენ მა მე რო გარეთ ხავს აქეთკენ მოვაყენებთ ეხა საბურავებს გავაშავებ წესთ მოუხდება всё მე გავამშალე აგე გიორგის ამშალებს აბა შეაფასეთ ფერი მეგობრებო როგორი ფერია პრუჟინები რა პრუჟინებია გიო თეთრი წინ თეთრი თუ როგორ ვა მაგარია ეს კაია დამცავი რო გიდევს აი ეს სიხოლისავით რო გიდევს რა ნახეთ რა კაი მდგომარეობაშია სულ შეღებილია ეს მანქანა მაგრამ ძალიან მაგრად არის რა ვიცი აი ხა აქედან ხედავთ ალბათ თქვენს მონობლოკები ძალიან ლამაზად არის წინ რა კარგაძის ამას შეხედეთ გამარჯობა მეგობრებო ვაყენებთ ამას ერემდენჯერ გამარჯობა არა ეს არ მინახებია ვიდეოში კაროჩე დავითრიეთ სანდრო დაიტრია ახალი ცხაულა ხო და ეს არის დურიც ხო ეს არის რესტის კაროჩე რა აზი არ არის სანდრო ხო და ეხა ამას უყენია ავანგარდი რომელიც ხარხულად არ მოყვებოდა არც ერთ ასოს დაუწს მე არ მოგატყუოთ ხო ეხა დავაყენოთ ქარხნული ასევე როგორც ეს 15-იანებზე, ანუ ქარხნულ მდგომარეობაში, ესე იგი ბაჩოკი. მერცდეს ქახაში ვაბრძვებთ მაგალითად. აი მეგობრებო, ძალიან მარტივი პროცედურაა რა. დაახლოებით არის 1 2 3 8 ცალი რუიანი ბოლტი არის, რომელიც მოიხსნება და ცხაურა გამოდის. მე ახალ ცხაურას მივამაგრებთ და განახებთ რა. ბატონი სანდრო განახებთ. კარგი, ავანგარდო კარგად. მოხსენით ყველა ბოლტი ამოდის ჩვეულებრივად. უმარტივესია ამის მოხსნა დაყენება. ეს უნდა გამოვიდეს მეორე კბილში. აი აქ. აქაც იგივენაირად არის დათვლილი აქ. აი ახ განახოთ რომ არ არის ორიგინალი ეს პლასმასი. აი აქ უნდა ეწეროს ნაწილის ნომერი. შიგნით. ეგრეთ წოდებული part ნომერი. ამას არ აწერი. აი ამას. მაგრამ ჩვენ ორიგინალს. აი ნახეთ, ჩანს? ეცა დავაფიქსირო, აი კი ჩანს. ეს ორიგინალი. აუ, იდინო. სადა? ო, ვერა ფიქსი. ო, დაიკიდე, კაროჩე აწერი. კაროჩე აქ არის რა. და ეს რო თუ ეს არის თუ არა ქარხნული, მაგას შეატყობთ აი პატარა ბირკაზე. Mercedes-Benz კომპანი. აუ, მეგობრებო, აი. როდესკო პირველად ხედავ, ბრატ, მე პირადად მაგას გონი, თუ არ მეშლა ნაღდიშია, გორცო, ხო იცი? სანდრო, რას ვაკეთებთ? მოვხსნათ და სათუნოები სამუშაოები ჩავატარებთ. ჩვენებურად. 1-2 ჩაქუჩი ავარტყათ. ეგ ვერაფერს ვერ უზავს. ჩაქუჩი არის აქ. არა. ოპა! მაგარ მაგარ ვიცი. ვიცი. რაღაცა ისა ნიხვად აღარა. არა? შუაში რომ ნიკების აღარ არის. კაროჩე, ბევრი რაღაც გავაკეთეთ დღეს რა. ძალიან ბევრი. ავლი ცოტა გამოცვალეთ, საბურავები დავცვალე. პლუს გავრეცხეთ. გაზვალი გავასწორე, რომელიც არ გასწორდა. ეხა მოხსნით შევშვებს და გამშვებ კოლექტორზე რომ რკინის დამცავი აყენია, სიცხის დამცავი, იმას გამოცვლით. მიდი. აუ, ანდაც მაგარი რაღაც გავაძროთ, მეგობრებო, სპონსორად გავაძროთ i Space-ი და სანდროს აჩუქოს iPhone 17 ახალი გამოსული რა. სანდრო, ბატონო სანდრო, ფილტრი როდის შეცვალეთ ბოლოს? ფილტრი კოტოას გამომიყვანე მაშინ. და 17 ლარიანი ხმეო ფილტრი აღენია. არა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ცოტა ხანი ივლის. ზაფხულამდე გუშინ მივფერთ. ზაფხულამდე ივლის კიდე. ვაუ. მიდი აბა.
აი შენ შეიძლება ვიხდებოდი, მაგრამ განათი კარგი. აი მეგობრებო, აი ეს ხმაურია რა. აი ეს თვითონ ეგრეთ წოდებული დამცველი, ეგრეთ წოდებული ზაშიტნიკი რა. აბა წამოდი ეს სალონში, აი 2 ნახევარზე ხო შემოდიოდა რაღაცა. ხო, კაი. დატოთა რომ მიიღო. კაი. მოკლედ მეგობრებო, ესეთ ლამაზ ფონზე დაგემშვიდობებით. კაი დღე იყო, ბევრი რაღაც გავაკეთეთ. თავრაც გამოცვალეთ, როგორც ხედავთ, კაი ცხოვრა არის. აქეთკენ გვიყენია, როგორც ჩანს, ან იმიტაცია არის AMG-ს, ან ნამდვილი AMG არის. მაგრამ პრიბორზეც AMG არის და ბულზეც და ბევრი რაღაცაზე AMG არის და ბამპერებიც AMG-ს უყენია. ლამაზე იგი C-ში კარგას 26 და თავარი გვიდი. აი თავარი მანქანა. თავარი მანქანა. აი თავარი მანქანა, ეს არის თავარი მანქანა. როგორც თავა დავაყენე, ძალიან მომწონს როგორც გამოვიდა. აი, არის ჩვენიერი არის, წინ რაღაც ის აღარ მაკლია, ეს შუაში ნიკელი რო ეკდა, აი მიხოთ აღარ მაქვს, კარგად გამოვიდა. შეიგზო ცხვირი. შეიგზო. ერთ-ერთი მე შეიძლება ის თავიდან გადაღება. თუ ჩანს, არ ვიცი. ესენი მე შეიძლება თავიდან შეიღებოს და მეგობრებო, თუ ვინმე ვიცით, აი ეს სად გავაკეთებინო, რომ ისე ვიპრიალოს. ნახეთ როგორი ის არის. ლაქები აქვს და ასე შემდეგ. ეს კაპოტი დიდი ალბათობით გამოსაცვლელი იქნება, იმიტომ რომ ეს ცივად არ გასწორდება. დანარჩენი ფარებიც იქნება მომავალში აუცილებლად. და კიდევ რა დავაყენეთ? კიდე დავაყენეთ ის. განახეთ. კავშირ კოლექტორზე რკინის დამცავი, რომელსაც ხმა ქონდა, ეხლა აღარ აგინდენად. ცოტა რაღაცების ხმა მაინც ისმის, მაგრამ გამოიწვიეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. აი იმ მანქანის ხათრით დაალაიქეთ ვიდეო. მეგობრებო 50000 subscriber-ზე ვალჩოქს ყიდულობთ. წავა დავათვალიერებინოთ. ეს მანქანა გონი არ მინახებია. აი რაღაცა დაბალი გამიგია, 100 გამიგია. არ 100 ჯერ ივინა. არა. ოდა დისკები დაამონტოს. ეს დისკები არის იდეალური, 17-იანი დისკები არის და 120 არის იდეალური. იმასაც რომ დაყენდეს, საანტრაკად მოუხდებოდა და კარგად მივიდოდა. როგორი გოხდა კლასიკური მანქანა. ეხლა უკანა შიტოქსებს შევღებავთ. სადღაც შემდეგ ვიდეოსთვის ვიდეოები შემდეგი იქნება. გამოიწვიეთ არხი და ლაიქით ვიდეოს, შემდეგ ვიდეოს შევხვდებით.